შევძელით ძრავის გახსნა და ესეთი რაღაცა აღმოჩნდა. გადატვირთვით აქვს ნამუშევარი. კოლექტორიც ნაცვეთია. გადახურებულია ერთი გრაგნილი, თუმცა დამწვარს არ გავს. გადახურებული არის. და ეს ნახეთ როტორის ეს მთლიანად პლასტიკის ჩანაფენები, რაც საიზოლაციო დანიშნულების არის, ისია განაცხელები გამდნარია. ღურეთ, სად არის გამოსული? და ყველაზე ცუდი ის არის, რომ აი ეს სად გამოსულა? What? Shit, chance. და შეადუღა ერთმანეთზე სტატორი და როტორი. რეალურად დაბმულია ეხლა ეს. ნახეთ, შიგნითაც არის ჩაღვრილი, აი იქ. ამას გავწმინდა. შევეცდები ძრავი ავაწყო. და ნახოთ, ჩაერთვება თუ არა. შეიძლება ჩაერთოს კიდევაც. მანამდე შეიძლება შემოწმდეს კოლექტორიდან აქვს თუ არა მოკლე შერთვა გრაგნილებს. დავშალეთ ძრავი. გავწმინდეთ, ზედმეტები მოვაცილეთ მაქსიმალურად და ავაწყოთ ისევ. ბრუნვით, ბრუნავს. ნახეთ, ხელით დაბრუნებისაც ბრუნავს უპრობლემოდ. აგერ. ჩავთეთ ჩვენს მუდმივ აკუმულატორზე, კვების ბლოკზე. დავაყენეთ მაქსიმალური ძაბვა 27 ვოლტია და ეხლა აი ნახე აქ აწერია მინუსი და პლუსი. მინუს შევერთდით, პლუს შევერთებით ეხლა პლუსის პოლუსით. და ვნახავთ, აბა დაბრუნდება თუ არა ძრავი. ბრუნავს ძრავი და მოხმარებაც საკმაოდ დაბალია. ძალას ვატანთ, გაჩერება ძნელია. კი ბატონო, მოძრაკლემა. ახალად შევერთოთ. გაცხელებით არ ცხელდება, სავარაუდოდ მოკლე ჩართვა არსად არ არის. და რეგულირებითაც დარეგულირდება. კარგი, ავაწყობთ ახლა მოწყობილობას. ისევ წებოთი. B7000 წებო მაქვს, ჩინეთიდან გამოწერილი. ავაწყობთ მაგწებოთი და შევხედავთ რა სიზამს მოწყობილობა. ძრავზე ეს ჭრილი უნდა იყოს ქვევითა მიმართულებით. ნახე, ქვევითა მიმართულებით. ეს უნდა ჩაჯდეს ეს. რო იქ დაფაზე პლუს და მინუსი არ აიოს. ესე უნდა გავუშვათ ეს შიგნით. ფრთხილად ჩავუშვებთ. სწორი მიმართულებით, ესე. კი ბატონო. აქ კნოპებს მოვუჭერთ ხელს და ჩავსვამთ, მაგრამ სანამ ჩავსვამთ, აქ უნდა წავუსვათ წებო. როიდან ახლა წებოს, წავუსვებ, ჩავსვამთ, გავაწყობთ და შევამოწმებთ უკვე. აწყობილ მოწყობილობაში.